დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის ცეცხლის შეწყვეტაზე დაყოლიებას პირადად შეეცდება. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი ხვალ შედგება. თვითმფრინავის ბორცვზე გამართული ბრიფინგისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან აპირებს განიხილოს ტერიტორიები, ელექტროსადგურები და ზოგადად აქტივების გაყოფის საკითხი. დაველაპარაკები პრეზიდენტ პუტინს ხვალ. შაბათკვირას ბევრი სამუშაო შესრულდა. გვინდა ვნახოთ შევძლებთ თუ არა დავასრულოთ ეს ომი. შეიძლება შევძლოთ, შეიძლება არა. მაგრამ ვფიქრობ ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ვილაპარაკებთ მიწების, ელექტროსადგურების შესახებ. ბევრი საკითხი აქედან უკრაინისა და რუსეთის მიერ უკვე განიხილება. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ კონკრეტული აქტივების გაყოფის შესახებ. რუსეთის მოთხოვნები კი უცვლელი რჩება. ზავზე დათანხმების სანაცვლოდ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ერთ-ერთი მთავარი პირობის შეტანას მოითხოვს. უკრაინის სტატუსი ნეიტრალური უნდა იყოს. თუ ვსაუბრობთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, რა თქმა უნდა მას გარე კონტურები გააჩნია. მოვითხოვთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი იყოს რკინა-ბეტონის მსგავსი მყარი უსაფრთხოების გარანტიები, ვინაიდან მხოლოდ მათი ფორმირებით იქნება შესაძლებელი მდგრადი მშვიდობის მიღება უკრაინაში და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების გასამყარებლად. ამ გარანტიების ნაწილი უნდა იყოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ნატოს ქვეყნების მხრიდან უარი მის ალიანსში მიღებაზე. მოსკოვის პირობები მიუღებელია უკრაინისთვის. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა აცხადებს, რომ ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელების არჩევანია, განხილვას არ ექვემდებარება. ვოლოდიმირ ზელენსკი კი რუსეთის პრეზიდენტს დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს. ჯიდაში მოლაპარაკებების და ამერიკელების წინადადებების შემდეგ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა. იმ ომის ერთი კვირა, რომელიც მხოლოდ მას სურს. ყველაფერს გავაკეთებთ უფრო ინტენსიური გავხადოთ დიპლომატია. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დიპლომატია ეფექტური იყოს. ყოველი დღე შეეხება ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის დაცვას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი არმიის, ჩვენი თავდაცვის, უსაფრთხოების ძალებისა და სახელმწიფოს ხარდაჭერაა, რაც ყველაფერს განსაზღვრავს. უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს დაავალა სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც პარტნიორებთან იმუშავებს უსაფრთხოების სისტემის დეტალებზე. ეს ჯგუფი ლონდონში გაემგზავრება. ამ კვირაში ბრიტანეთის დედაქალაქში ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის სამხედრო შტაბების მეთაურთა შეხვედრაც გაიმართება. მონაწილეები უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის გეგმაზე იმსჯელებენ. მსურველთა კოალიციაში 30-ზე მეტი ქვეყანა ჩაერთვება და მთავარ როლებს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შეასრულებენ. ემანუელ მაკრონი, რომელიც ელისეს სასახლეში დღეს კანადის ახალ პრემიერს მასპინძლობდა, აცხადებს, რომ კონტინგენტის განლაგების საკითხი კიევში წყდება და არა მოსკოვში. საფრანგეთი და კანადა მშვიდობის მომხრენი არიან და ჩვენ გავაგზავნებთ უკრაინის მხარეს დგომას. კანადა ომის დაწყების დღიდან დგას უკრაინის და ევროპის გვერდით და ეს პოზიცია არ შეუცვლია. ჩვენ გავაგზავნებთ უკრაინის დახმარებას და მოვითხოვთ რუსეთისგან მკაფიო ვალდებულებების აღებას. ჩვენ ორივე მხარს უჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, რაც გამოხატულია ჩვენს ურყევ მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ. უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის უსაფრთხოება იყო განხილვის მთავარი თემა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე. სხდომის მონაწილეები მიესალმნენ ჯიდას მოლაპარაკებების შედეგებს, თუმცა არ არიან დარწმუნებული, რომ მშვიდობა რუსეთის სურვილიცაა. ყველა მიესალმა ჯიდას მოლაპარაკებებს. რა თქმა უნდა, ბურთი რუსეთის მოედანზეა, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. გასაგები იყო საბჭოს სხდომის მონაწილეებისთვის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. რუსეთი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ წამოაყენოს ყველა სახის მოთხოვნა. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აყენებენ მოთხოვნებს, რომლებიც მათი საბოლოო ამოცანებია. ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება რუსეთის მხრიდან არის, რასაც ყველა ველოდებით, რადგან თუ აგრესორი არ დაყრის იარაღს, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. ასე რომ პირველ რიგში რუსეთმა დაასრულოს აგრესია. ამის შემდეგ შესაძლებელია მოლაპარაკებები საიმედო და ხანგრძლივ მშვიდობაზე. თითქმის ერთი კვირაა ბურთი არის რუსეთის მოედანზე. სამწუხაროდ მისი ქმედებები ნამდვილად ბევრ რამეზე მეტყველებს. ენაზე, რომლითაც ისინი საუბრობენ, მშვიდობისგან შორს დგას. ჩვენი მიზანია ძლიერი და სუვერენული უკრაინა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება, არამედ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის ლიდერთა დონეზე ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის. ხვალ ისტორიულ გადაწყვეტილებას მივიღებთ ბუნდესტაგში. მოვახდენთ ჩვენი უსაფრთხოების ინტეგრირებას კონსტიტუციაში, რომელიც კომპლექსურად აძლიერებს მას და უწევს დიდ დახმარებას უკრაინას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოვყოფთ 3 მილიარდ ევროს უკრაინის მხარდასაჭერად, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშანდელის მსგავსად გერმანია გადასცემს უკრაინას 7 მილიარდ ევროს.
გერმანიამ დღეს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელშიც შედის დრონები და საბრძოლო მასალა ჯავშან ტექნიკისთვის, მათ შორის ლეოპარდებისთვის და მარდერებისთვის. ევროკავშირისგან კი რიგით მესამე ტრანშის სახით კიევი 3,5 მილიარდ ევროს მიიღებს. რაც შეეხება თავდაცვის ინიციატივას, 40 მილიარდიანი ფონდის შექმნის შესახებ ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.